გამარჯობა, განვაგრძობთ რადიომედის დილის არქივის ფორმატში მუშაობას და ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით გამოფენას, რომელიც ეროვნულ არქივში მიმდინარეობს სახელწოდებით პატრიარქი ილია მეორე, თემაზე სასაუბროთ რადიომედის სტუდიაში საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროს ქეთევან ასათიანს მასპინძლობთ. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა სტუმრობისთვის. გალოტან ქეთევან, რამდენი ხანი გაგრძელდება გამოფენა და ერთის მხრივ უჩვეულოა მისი ამდენწლიანი გამოცდილების ფონზე მისი ცოცხლად არ ყოფნა და ამასთან მიძღვნილი გამოფენა და მეორეს მხრივ როგორც ვთქვი, ასე ვთქვათ, ეს აი ამ გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე ერთგვარად იმპროვიზაციული გამოფენა იყო და არა წინასწარ დაგეგმილი როგორც ხდება ხოლმე და აქედან გამომდინარე რა ფორმატისა, როგორია გამოფენა, ვიზია გათვლილი, აი ამ ყველაფერზე რომ გვიამბოთ. პირველ რიგში გითხარით რა დრო რჩება მსურველს იმისთვის რომ მოვიდეს გაეცნოს ამ გამოფენას. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში და ნამდვილად არის ჩვეულებრივი გამოფენა, გაგრძელდება დანამდვილებით გაგრძელდება მაისის ბოლომდე, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დაინტერესება არის, საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი, უჩვეულო ბევრი დამთვალიერებელი მოდის ზოგს აინტერესებს უბრალოდ ის ისტორია, რომელიც დარბაზშია გაშლილი ამჩერად უკვე სამწუხაროდ აი ჩვენი პატრიარქის გარშე და ზოგს აინტერესებს ზოგს უბრალოდ დამოფერება იმ ყველაფერთან, რომელიც იქ არის. საკმაოდ კიდევ ერთხელ უჩვეულო და საოცრად თბილი სიტუაცია ჩვენს დარბაზში, რაც ალბათ არასოდეს ასეთი არ ყოფილა ეს დარბაზი. ამაზე ვთქვათ, მაინც იმპროვიზაციულ გამოფენაზე რა გადაწყვიტეთ და რისი გამოფენა გამოგივიდათ და მოახერხეთ? ნამდვილად იმპროვიზაციული იყო, ჩვენ როდესაც ეს გამოფენა გავხსენით, ჯერ 40-იც კი არ იყო გასული პატრიარქის. ერთგვარი ჩვენი მხრიდანაც მადლობა იყო იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენ ამდენი წლის მანძილზე ვადევნებდით თვალყურს, მის მოღვაწეობას, მის საოცრად დატვირთულ ცხოვრებას. და აი ამ კუთხით გაიშალდა. იცით როგორ იყო, ძალიან ძნელი იყო, რომ ადამიანი, რომელიც ნახევარი საუკუნე მართავ შენს ეკლესიას, იმას ძალიან ბევრი კუთხე აქვს და ძალიან რთულია წარმოადგინოს სრულად მისი მოღვაწეობა და მისი ცხოვრება. ძალიან ძნელია მეც მისი მრავალმხრივობის ფონზე. მრავალმხრივობის დიახ, კიდევ უფრო ძნელია ძალიან ძნელია აქცენტების გაკეთება თუნდაც, აი თქვა ხო შეიძლება ყველაფერი არ გაიტანო, მაგრამ აქცენტები გააკეთო და გამოარჩიო რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან რთული იყო ერთი რაღაცა კონცეფციის განსაზღვრა, მით უფრო ასეთ სწრაფად დროში და ასეთ იმ ვითა დაძაბულ ვითარებაში, რომელიც იყო და ჯერ კიდევ არის, ხო? ამიტომ გადავწყვეტეთ ესეთი რამე, რომ ვითხოვეთ მისი შესამოსელები და ამაზე ცალკე ვისაუბრებ კიდე, უფრო ესეთი აქცენტირებულად. და ვიფიქრეთ, რომ აი ამის ირგვლივ დატრიალება თავარი არის მის შესამოსელები და შემდეგ ამის ირგვლივ დატრიალებული იყო ის ყველაფერი, რასაც ჩვენ გავშლიდით დარბაზში. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი გამოვიდა შინაარსის თვალსაზრისით და სანახაობრივადაც. ხრა არის გამოფენილი. ის რაც დაცულია ეროვნულ არქივში არის ძირითადად გამოფენილი ძალიან დიდი ნაწილი ფოტომასალისა. და ასეთი ადამიანის შემთხვევაში ძნელია მიაგნო ისეთ ფოტომასალას, რომელიც უცნობია, ხო? მაგრამ იყო არქივში დაცული და ჩვენ ამაზეც გავაკეთეთ აპელირება და აქცენტი ესეც იყო ერთ-ერთი აქცენტი და დარბაზის კედლებზე გამოფენილია ისეთი ფოტოები, რომლებსაც დამთვალიერებელი პირველად იხილავს და ეს იყო დაცული ეროვნული არქივის საცავებში. პირველად გამოფინეთ ამ მოვლენასთან დაკავშირებით და ასევე ცალკეული ოჯახებიდან შემოსული ფოტოები იყო. განსაცილთად ეს არის ადრეული ფოტოები და გვინდოდა ეს ფოტოები მოგვეტანა და მათი ნაწილი უცნობია კიდევაც და ასევე შემოიტანეს ფოტოგრაფებმა თავიანთი ნამუშევრები იმ ფოტოგრაფებმა, რომლებიც მთელი ბოლო პერიოდი უღებდნენ პატრიარქს და მათი საუკეთესო ნამუშევრები იყო იქ წარმოდგენილი და არის ახლა ეს მათ მოიტანეს. მათ ისურვეს და ეს იყო არაჩვეულებრივი თავისთავად თვალყურის დენება, როგორ ყველას ჰქონდა სრული მონაწილეობა მიიღო ამ გამოფენის გაკეთებაში. შესრულების ხალხს ძალიან სერიოზული ყურადღება იყო არა მხოლოდ გარე სამყაროსგან, არა მხოლოდ იმ ადამიანებისგან, ვინც გვწირავდა და ვისაც შემოქონა, მაგრამ თვითონ ეროვნული არქივის თანამშრომლებისაგან. სხვა შემთხვევაში არის კონკრეტული ჯგუფი, რომელიც მუშაობს ხოლმე და ამ შემთხვევაში, რა ვიცი, ვისაც შეეძლო, როგორც შეეძლო, ისე იყო ჩართული ამ საქმეში.
და ის დატვირთვა, რომელიც ამ დროს ხდება ხოლმე, რომ გამოფენა იმაზე სწრაფად, ბევრად სწრაფად კეთდება, ვიდრე ეს ტექნიკურად არის შესაძლებელი, პრაქტიკულად არ გვიგრძნია. იმიტომ რომ ერთობლივად ჩაერთო ყველა და ეს არისო ერთი განყოფილების პასუხისგებლობა. ქალბატონ კეთევან, ჩვენ მიჩვეულები ვართ ეროვნული არქივის სხვადასხვა გამოფენას, სადაც გამოამზეურებთ ხოლმე ნაკლებად ცნობილ ან საერთოდ მანამდე უცნობ გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას, რომელიც თქვენთან ინახება. ისტორიული ღირებულებისა. აი ამ ხრივ ხო არ ქონდათ რაიმე პატრიარქთან დაკავშირებული, რომელიც თქვათ ნაკლებად ცნობილი იყო ან ზოგადად იყო თქვენს საარქივო თაროებზე რაიმე მიზეზით. ჯერჯერობით ეს დოკუმენტები შესასწავლია, რასაკვირველია და ალბათ ახლა დაიწყება ეს ნაკადი და უფრო დაწვრილებითი შესწავლა ამ ყველაფრის. გამოფენაზე რასაკვირველია მცირე ნაწილი გავიტანეთ, მაგალითად იყო გატანილი მისი მშობლების ჯვრისწერის ჩანაწერი, ორიგინალი, რომელიც ჩვენთან ინახება, ყაზბეგის იონში დაიწერეს ჯვარი და ეს წიგნი ინახება ჩვენთან და იყო გამოტანილი, არის მისი ავტოგრაფული რაღაცა ნაწერები. სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო უყვარდა ძალიან, როდესაც წიგნზე უბრალოდ მიწუნი წარწერას კი არ აკეთებდა, რაღაცა პატარა ქადაგება იყო თითო წარწერაში. არაჩვეულებრივია და ეს ვარიანტებიც გავიტანეთ. ანუ დოკუმენტების შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი გქონდა ამ შემთხვევაში გამოტანილი. უბრალოდ ესეც აქცენტების მომენტი იყო, უბრალოდ გვინდა და გვეთქვა, რომ ეს ჩვენ გვაქვს და სამომავლოდ სხვანაირად იქნება ეს ყველაფერი შესწავლილი. ამ შემთხვევაში მცირე ნაწილი, ანუ ფოტომასალა არის, დოკუმენტების ნაწილი, ნივთების შემთხვევაში იყო სხვა შორის გამობრძანებული არაჩვეულებრივი ჯვარი, რომელიც დღეს სამების საკათედრო ტაძარშია დაცული, ქონდა გამოფენის გახსნის დღეს და ეჭვი მაქვს რომ დახურვაც სხვანაირი გვექნება, გახსნა არაჩვეულებრივი იყო და დახურვაც გვექნება განსაკუთრებული, ასე ვფიქრობ და ეს იქნება დახურვის დღესაც, ეს არის ჯვარი, რომელიც თავდაპირველად იყო კათოლიკოს პატრიარქ ეფრემ მეორის კუთვნილი, შემდეგ ის გადაეცა დავით მეხუთეს და ბოლოს ქონდა ჩვენს პატრიარქს და ჩვენ გვაქვს არქივის ფოტო, რომელშიც მას ეს ჯვარი უჭირავს და ამ ფოტოსთან ერთად იყო გამოფენილი ეს ჯვარი. ეს არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საერო და ზოგადად ჩვენი საზოგადოებისთვის განსაკუთრებული ღირებულების ჯვარია. ქალბატონ კეთევან, როგორც ვხვდები, იმდენად ნაჩქარევად და სიტუაციურად იყო მოწყობილი და გამოფენა და იმდენად ჩართული იყო ყველა, რომ სწორედ შეიძლება აი ამ იმპროვიზაციულობამ ხელი შეუწყო, რომ არა აქცენტირებული, არამედ ეკლექტური გამოფენა გაქვთ სრულიად. თქვენ შესამოსელზე გააკეთეთ აქცენტი, გვათხოვეს ეს სიტყვაც ახსენეთ, ამ ხრივაც აღვიხსენით რა არის გამოფენილი. ხო, ეს არის განსაკუთრებული ნაწილი ამ გამოფენის. განსაკუთრებული ნაწილი, იმიტომ არის, რომ ჩვენ გამოტანილი გვაქვს 3 შესამოსელი მისი. აქედან ერთი ნაწილია მხოლოდ ანუ მანტია, ის მანტია, რომელიც მას ეცვა ბოლო წლების მანძილზე, სანამ შეეძლო საერთოდ ჩაცმა მანტიის ეცვა მსახურებებზე. არის ერთ-ერთი მისი არაჩვეულებრივი შესამოსელი ნაქარგობებით შემკული და ძალიან ხშირად ვამბობ, რომ აი ამ ომოფორზე შესრულებული ნაქარგობები უჩვენებს იმ აქცენტებს, რომელიც მას ჰქონდა ზოგადად მმართველობის პერიოდში, ძალიან ეროვნული იყო, ძალიან ქართული იყო, ძალიან ისეთი ჩვენი იყო მოკლედ, მართლა სახალხო პატრიარქი იყო, იქ არის მეიდანინო გამოსახული, რომელსაც ეცხადება ღვთისმშობელი ნახარგობა რაღაც არაჩვეულებრივი და მიართმევს ვაზის ჯვარს, რომ საქართველოში წამოვიდეს, იქ არის ანდრია მოციქული, როგორც ჩვენი ეკლესიის ფუძემდებელი, იქ არის ელია წინასწარმეტყველი, რომლის ხარენსაც მოიაზრებს ქართული საზოგადოებას ერთისხოვლში, იქ არის განსაკუთრებით უნდა ითქვას უკანა მხარეს მისი შესამოსლის ამოქარგული კვართი მაცხოვრის ანუ მთელი ის რაზეც დგას ჩვენი ეკლესიაზე ქონდა გამოხატული და ამითი წირავდა ხოლმე, მაგრამ შედარებით უბრალო შესამოსელია ერთი, ძალიან უბრალო მატერიალური თვალსაზრისით ვამბობ, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის და ალბათ ამას ძალიან დიდი, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება თანთანობით. ეს გახლავთ ის შესამოსელი, რომელიც მას ესვა ინტრონიზაციის დღეს, ზუსტად ის შესამოსელი იქნა სრულად გამოტანილი ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში 1977 წლის 25 დეკემბერს ეცვა ეს შესამოსელი. ეს შესამოსელი არის იმ ინტრონიზაციის ფოტოებზე და ვიდეო მასალაში. ჩვენთვის ამას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და იმდენად შიშით ველოდებოდი მოგვეცემოდა თუ არა უფლება ამის გამოტანის დარბაზში.
მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ მეორე მატერიალური თვალსაზრისით ღირებულებას არ წარმოადგენდა, მაგრამ სხვა თვალსაზრისით უდიდესი ღირებულების მქონე შესამოსელი და ინტერესო ამ ელემენტს ხომ არ გამოიყენებს ახლად არჩეული პატრიარქი კურთხევის დროს. არ ვიცი შემოსელიდან რამე ელემენტს. ის რაც გეტყვით ახლა როგორ არის სიმბოლური მომენტები და გეტყვით ახლა როგორ არის იქვე დარბაზში ფოტომასალის სახით არის გამოფენილი რა რომ ჩვენ ვიცით ის ნაწილი რომელიც ეკეთა და ქონდა მორგებული ყველა პატრიარქს და ის ფოტოებზეც გვაქვს კირიონიდან მოყოლებული და მანამდე კიდე იყო მაგრამ ჩვენ ფოტოები ისიც გვაქვს ეს არის კირიონიდან მოყოლებული ვიდეო ჩვენი პატრიარქი დამთავრებული ერთი ჯვარპანაღია ეს ისტორიული ჯვარპანაღია ეძახიან ყველას აქვს ერთი და იგივე და ეს კარგად ჩანს დარბაზში გამოფენაზე და ერთი და იგივე მიტრა იქ იყო კიდევ კვერთხის მომენტიც და გონგოლ ბარტყულის ზემოთ თავისი ესეთი ძვირფასი ჯვრით შესრულებული, რომელიც ჩვენს პატრიარქებს ეკეთათ ხოლმე. ალბათ ის მიტრადი ჯვარპანაღია სავარაუდოდ გამეორდება, შევხედავთ ყველანი ახლა მოვლენებს ველოდებით ამ ყველაფერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა პატრიარქს ეკეთა ეს მიტრა და ეს ჯვარპანაღია და ეს ძალიან კარგად ჩანს იმ ფოტოებშიც რომელიც ჩვენ ამ შესამოსელის ფონზე გვაქვს გამოფენილი. ის რომ აი ამ შესამოსელს სხვათა შორის კარგად ეტყობა ის რთული გზა რომელიც მან გაიარა მანამდეც გაპატრიარქებამდე და მას შემდეგაც. ჩვენ რო კარგად ნახეთ და მოწმეებმაც გითხრეს ამის შესახებ და მე უკვე ფოტომასალაშიც ნახეთ ეს შესამოსელი თქვენ წარმოიდგინეთ მიდის პატრიარქის კურთხევა რაღაცა უდიდესი მოვლენა იყო მაშინ ძალიან დიდი მოვლენა იყო იმ პერიოდისათვის ასეთი მკუხარი და ასეთი ხმამაღალი არაფერი ხდებოდა ხო და ასეთი მნიშვნელოვანი და პატრიარქს აცვია არა ახალი შესამოსელი არამედ ის რაც ეცვა მას აფხაზეთში როცა მსახურობდა მაშინ ანუ ადრინდელ ფოტოებში ჩანს ეს შესამოსელი. ამავე შესამოსელი და ახალი შეკრებით კი არა, იმავე შესამოსელით გამოდის საპატრიარქო ადის საპატრიარქო ტახტზე. კიდევ ერთხელ მეუბნება ამ შესამოსელს ალბათ თავისი ადგილი ექნება და კიდევ იქნება შესწავლილი მომავალშიც, მაგრამ იმდენი დაკვირვება იყო ჩვენთან მოგვეცა იმის საშუალება რომ დაწვრილებით გადაგვეღო ყველა დეტალი, ყველა დაზიანებების ჩათვლითაც კი შეკერვის რა ვიცი დეტალები როგორ არის შექმნილი რა რესურსები არის ჩადებული მთელ ისტორიას ყვება ცალკე შესამოსელი ასე რომ თავიდანაც კიდე ახლოს გავიმეორებ რომ ამ გამოფენის რა თქმა უნდა მთავარი ღერძის შესამოსელებია ზოგადად და განსაკუთრებით ეს კონკრეტული შესამოსელი რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს აი იმ ცნობილ ფილებზეც ავტოკეფალები უბრალოდ აღსაყდრებასთან დაკავშირებულს. გასაგებია. ქალბატონ ქეთევან, ნუ პატრიარქი თქვენს აღნიშნეთ მისი მრავალხრივობიდან გამომდინარე, იმდენი მიმართულებით დატოვა მან ხელშეუხებელი თუ ხელშესახები ხატებზე რომ არაფერი ვთქვათ და საგალობლებს და ასე შემდეგ, თქმა იმის მინდა რომ რაღაც პერიოდის მერე ალბათ თუ კიდევ იქნება გამოფენა თქვენ აქ გამოფენილი ატრიბუტები და ნივთები ვერანაირად ვერ აღწერს ამ ადამიანის ღვაწლს და ასე ვთქვათ მომავალში გამოსაფენი კიდევ ბევრი იქნება და მithmetes თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ სიტყვა შესასწავლი და ეს შესწავლა გაგრძელდება ერთია როცა შენ რეალობაშია ეს ყველაფერი და მეორე როდესაც უკვე წარსულ დროში უყურებ და სხვანაირად ფიქრობს და ირთვება ტვინი, როდესაც თქვენ შეფასებისა და ანალიზის საშუალება გაქვს და იქ კიდე ბევრ რაღაცას აღმოვაჩენთ. ანუ იმის თქმა მინდა რომ ალბათ მომავალში კიდე უფრო სხვანაირ გამოფენასაც შემოგთავაზებთ არა მხოლოდ თქვენ და ზოგადად ამ ადამიანისადმი მიწვრილს ჩვენი გადაცემის მიწვრილს გითხარით კიდევ ერთხელ რა პერიოდამდე გაგრძელდება გამოფენა და სავარაუდოდ რა რიცხვია, როდესაც დახურვაზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფიქრობთ, რომ ვთქვათ, საბოლოო ნოტიც იყოს სხვანაირი, ვიდრე ყოველდღიური გამოფენა. ფიქრობთ, ამ გამოფენის ასე ადვილად გაშვება არ იქნება, სწორიც გასაკვირველია და რა თქმა უნდა, დღეს ალბათ ბოლო დღეს გამოვაწყეთ რიცხვზე გასაგები მიზეზების გამო არ ვარ ჯერ შეთანხმებული, იმიტომ რომ ეხაც არის ნაკადი დამთვალიერებლების, აი შევხედავთ როგორ იქნება ჩვენ მაისის ბოლომდე გვაქვს უფლება რომ ეს ყველაფერი გქონდეს და ვიტყვით ალბათ, მაგრამ
კიდევ ერთხელ ანუ ამასაც იმპროვიზაციულად გადაწყვეტავთ აი ესე გამოდის. ნაკადისა და ისეთი რა ინტერესის ძნელი იყო შესაბამისად. თავიდან როცა ფენდით ჯერ ვფიქრობ ქრონოლოგიურად გავუშვეთ ბავშვობა შემდეგ ეს აფერიც არ გამოვიდა. ანუ მასალა იყო ისეთი რომ აღრანაირად არ მოგცა იმის საშუალება რომ შენ რაღაცა შეგეკრა. არ გაკვრევინებდა აქედან გადადიოდი 1000 თემაზე ირეოდი ქრონოლოგიურად 1000 რაღაცა ერთს გავუსვამ ხოლმე ხას რომ განსაკუთრებული ნაწილი ამ გამოფენის ფოტო ნაწილის არის მისი მოგზაურობები საქართველოში. და ძალიან კარგად ასახავს ეს გამოფენა ამ ნაწილს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და ესეთი ძალიან მძიმე თემა იყო მისი მოგზაურობები აფხაზეთში არაერთგზისი, მისი მსახურებები ილორის ტაძარში, სოხუმის ტაძარში, ნუ ილორი განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ შედარებით მასალა არის, არაჩვეულებრივად უჩვენებს ამას ყველაფერს. მე მინდა თქვა რომ გამოფენა ნამდვილად მაისის ბოლომდე იქნება დანამდვილებით ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ვარშავის პირველი ნომერი, ასე რომ მე ვფიქრობ რომ ყველამ უნდა ნახოს ეს გამოფენა. ანუ დაახლოებით ერთი თვე კიდევ არის ნამდვილად იქნება ერთი თვე გვექნება საშუალება რომ მივეფეროთ იმ ყველაფერს რომელიც ახლა სხვათა შორის საერთოდ პირველად ისტორიაში პირველად საერთოდ აი ნახევარი საუკუნე იმ კაცმა პატრიარქა, მაგრამ ეს შესამოსელი საერთოდ პირველად გამოვიდა და ძალიან ბევრს ფიქრობ ამაზე. ეს ყველაფერი მოხდა 40-მდე, ეს ყველაფერი მოხდა ეროვნულ არქივში და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეროვნულ არქივში იქნა პირველი გამობრძანება ამ შესამოსელის. ზოგადადაც ბოლო რამდენი წლის განმავლობაში 77 წლიდან მოყოლებული საერთოდ ქართულ რეალობაში პირველად გვაქვს მოცემული. არა, რატომ 77 წლიდან? ალბათ მანამდეც, არ ვიცი, თუ არის შემონახული ფაქტი, რომ პატრიარქისადმი, გარდაცვლილი პატრიარქისადმი მიძღვნილი ასეთი მასშტაბური გამოფენა ყოფილიყო, მე მგონი ესეც პირველი შემთხვევაა. ერთხელ იყო არა კონკრეტული პატრიარქის არამედ საქართველოს პატრიარქებისადმი და სხვათა შორის მაშინ თვითონაც გარკვეული რაღაცა მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ მე როდესაც მივედი და ვთხოვე რომ აი თქვენ ბრძანდებით ბოლოდ აი რა გავიტანოთ თქვენგან, მაშინ მითხრა მახსოვს აი რასაც ჩათვლით საჭიროდ გაიტანეთ ყველაფერი და მაშინ გავიტანეთ ოღონდ სხვა შესამოსელი იყო ესეთი ძალიან არჩვეულებრივი დახვეწილი ლამაზი მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე გამოვიტანეთ სხვა ისტორიები დადვერთული შესამოსელები, სულ სხვა ისტორიები. ხო, მაგრამ ახლა კონკრეტულად ერთ პატრიარქს ეძუნება თალსახად და ამიტომ საერთოდ არ მახსოვს რომ რომელიმე პატრიარქთან დაკავშირებით. ხო, ამიტომ მე მგონი ამ ხრივაც უნიკალურია ეს გამოფენა და ნუ ალბათ ვთქვათ ასე იყოს რაღაცის დასაწყისი, აი ამ ყველაფრის შესწავლის, ამ ადამიანის ზოგადად უკვე სხვანაირი კუთხით წარმოჩენის. თქვენის სივრცე ხართ, რომელსაც კარგია რომ რომელმაც ეს პასუხისგებლობა თავის თავზე აიღო და გააკეთა. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, მადლობა ამ იმპროვიზაციული გამოფენისთვის, მაგრამ მრავლის ხმელისთვის და როგორც ჩანს ჰაერივით საჭიროსთვის საზოგადოებისთვის. ჩვენ საუბრობდით გამოფენაზე სახელწოდებით პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ეროვნულ არქივში, როგორც ჩვენი სტუმარი, საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქალბატონი ქედევან ანასტათიანი ამბობს, მინიმუმ მაისის ბოლო დღეებამდე გაგრძელდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და მიხვიდეთ გამოფენას. კიდევ ერთხელ მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. რადიო იმედის სტილის არხის ფორმატში ამ დროისთვის ვასრულებ მუშაობას. თბილისის დროით გახლავთ 11 საათი 50 წუთი, მორიგ საინფორმაციო გამოშვებას. დაახლოებით 10 წუთში მოისმენთ დროებით.